ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე. წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. გადაცემას უძღვება ქირურგი პროფესორი გია თომაძე. გაეცანით თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, მიიღეთ კომპეტენტური რჩევები და აღმოაჩინეთ ჯანსაღი ცხოვრების მარტივი გზები. ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი. თქვენი გზა ჯანმრთელობისაკენ. მოგესალმებით ჩვენო მსმენელებო, ვაგზელებთ რადიო გრუნის სამედიცინო გადაცემას სახელწოდებით გრუნიმედი, რომელსაც არუძღვები მე, ექიმი გია თომაძე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა გარკვეულად თუ შეიძლება ითქვას რელიგიასთანაც არის დაკავშირებული, იმდენად რამდენადაც შეეხება ჩვენი ორგანიზმის ისეთ ნაწილს, რომელსაც ქვია მიტრალი, ანუ მიტრალური სარქველი. ხოლო ეს სიტყვა მიტრა არის ეპისკოპოსის ქუდთან გარეგნული მსგავსებით განპირობებული დასახელება. და რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს, პირველად ამ მიტრალური სარქველის საერთოდ გულის სარქველების ფორმა და მისი მუშაობის პრინციპები აღწერა და დახატა ლეონარდო და ვინჩმა მე-15 საუკუნეში. მოკლედ როგორც ხვდებით, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ გულის სარქლოვან დაავადებაზე და ამ თემასთან დაკავშირებით მოსაული გვყავს პინეოს კლინიკის კარდიოლოგი და კარდიოეხოსკოპისტი ქალბატონი ნინო ნაცლიშვილი. ქალბატონი ნინო გახლავთ დიდი გამოცდილების მიუხედავად თავისი ასაკისა სპეციალისტი კარდიოეხოსკოპიაში, იგი გახლავთ სერტიფიცირებული სპეციალისტი ეზოფაგურად, ანუ საყლაპავის მხრივ კარდიოეხოსკოპიების ჩატარებაში და საკმაოდ დიდი ბევრი წლები აქვს გატარებული იტალიაში ამ მიმართულებით მუშაობის მიზნით. მოკლედ ქალბატონო ნინო, უპირველეს ყოვლისა მადლობა იმისათვის, რომ მოძებნეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში და ჩვენი გადაცემა მინდა დავიწყო ასეთი პირველი შესავალი შეკითხვით, რამდენად გავრცელებულია გულის სარკვლების დაავადება მსოფლიოში და საქართველოში? მოგესალმებით ყველას, ბატონო გია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა საკმაოდ წინ მიდის და ბევრი მიღწევა მედიცინაში, მიუხედავად ამისა, გულსიზრდთა სისტემების დაავადება, ავადობა, სიკვდილობა პირველ ადგილზეა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. და გულსიზრდთა დაავადების სიკვდილობაში ასევე დიდი პროცენტი უკავია სარქლოვანი პათოლოგიებს. არ არის გამონაკლისი საქართველოს ზუსტი ციფრები ჩვენ სტატისტიკური სარქლოვან პათოლოგიებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში არ გაგვაჩნია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიკვდილობის 40% საქართველოს მონაცემების მიხედვით მოდის გულსიზრდთა სისტემის დაავადებებზე და იგი პირველ ადგილზეა, ასე ვთქვათ, აი შედარებისთვის რომ წარმოვიდგინოთ, მეორე ადგილზე არის სიმსივნური დაავადებები 11%, ანუ საკმაოდ დიდი წილი აქვს გულსიზრდთა დაავადებებს და მათ შორის სარქლოვან დაავადებებს, ავადობასა და სიკვდილობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სარქლოვან პათოლოგიებზე ჩვენი ცოდნის ამაღლებაც, ჩვენი მსმენელისთვის ცოდნის ამაღლებაც და იმის გაგება თუ რას ნიშნავს საერთოდ სარქველები, რას ნიშნავს მათი დაზიანება და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში. გაგისვათ კიდევ, სარქველებს ვახსენებთ, მაგრამ მოსახლეობას რომ აუხსნათ, რას წარმოადგენს სარქველი, რა ანატომიური სტრუქტურა, სად მდებარეობს და რა ფუნქცია აქვს? როგორც მოგეხსენებათ, გული ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემის მთავარი ორგანოა. იგი იყოფა მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად, პირობითად ესე ვთქვათ, მარცხენა ნაწილები ძირითადად არის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის
სისხლის მიმოქცევის არე, ხოლო მარჯვენა ჟანგბადით ღარიბი სისხლის მიმოქცევის მხარე. ეს ორივე მარჯვენა და მარცხენა ნაწილები თავის მხრივ იყოფა მარჯვენა და მარცხენა წინაგულებად და პარკუჭებად. ზუსტად წინაგულებს და პარკუჭებს შორის მათი გამაერთიანებელი არის გულის სარქველები. მარცხენა მხარეს არის გულის მიტრალური სარქველი და აორტალური სარქველი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტრიკუსპიდალური და პულმონარული სარქველები. როგორც ვიცით, გულიდან გამომდინარეობს მაგისტრალური დიდი სისძარღვები, ისეთი როგორიც არის აორტა და ფილტვის არტერია. შესაბამისად, აორტის სარქველიც გულის მარცხენა ნაწილში მდებარეობს, ხოლო ფილტვის არტერიის სარქველი გულის მარჯვენა ნაწილში. ანუ სულ გვაქვს გულის 4 კამერა, 4 საკანი, ასე ვთქვათ, და გულის 4 სარქველი. მარცხენა მხრივი სარქველები და მარჯვენა მხრივი სარქველები. რადგან ამდენი სარქველები გქონია, გვაინტერესებს, რომელი ზიანდება უფრო ხშირად და რა განსხვავებაა, ვთქვათ, ეს სარქველი დაგიზიანდება თუ მეორე სარქველი დაგიზიანდება? სტატისტიკურად უფრო ხშირად ზიანდება გულის მარცხენა მხრივი სარქველები, როგორც მოგახსენეთ, ეს არის მიტრალური სარქველი და აორტალური სარქველი. ამ სარქველების დაზიანება ძირითადად მაინც გამოწვეულია ასაკობრივი ცვლილებებით უხშირესად. დეგენერაციული ცვლილებებით, კალციფიცირებით, რაც ასაკთან არის ძირითადად კავშირში. დღესდღეობით მედიცინის წინსვლა ამ დიაგნოსტიკური მეთოდების და მკურნალობის მეთოდების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობაში უკვე საკმაოდ დიდია წილი ასაკოვანი ადამიანების, 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანების, აქედან გამომდინარე, ამ დაავადებებმა, დეგენერაციულმა და კალციფიცირებულმა დაავადებებმა იმატა ასაკობრივ პოპულაციის ასაკობრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს თითქმის 10-დან 13%-მდე აქვთ სარქლოვანი დაავადებები, მაშინ როცა 60-დან ნაკლები ასაკის ადამიანებში ეს 2 და 3%-ია. ანუ მჭიდრო კავშირი არის ასაკობრივ დეგენერაციულ ცვლილებებთან. თქვენ რამოდენიმეჯერ ახსენეთ ასაკობრივი ასპექტი და ასაკთან ერთად მატულობს მათი რაოდენობა, მაგრამ მაინტერესებს რამდენად ხშირია და თუ არსებობს საერთოდ, არსებობს ვიცი გარკვეულად ბავშვთა ასაკში და თანდაყოლილი გულის პათოლოგიები. რომელი თანდაყოლილი გულის პათოლოგია გვხდება უფრო ხშირად? მე ვიცი და მსმენელების გასაგებადაც ვიტყვი, რომ თქვენ ვსანდებით პედიატრიული ეხოსკოპიის სპეციალისტით და აქედან გამომდინარე გაქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც ვიცით, თანდაყოლილი მანკის ძალიან დიდი სპექტრი არის, თანდაყოლილი მანკების უამრავი სახე არის, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ სარქლოვან პათოლოგიებზე და რაც შეეხება თანდაყოლილ სარქლოვან პათოლოგიებს, აქ ყველაზე ხშირი არის თანდაყოლილი ორკარე და აორტის სარქლის პათოლოგია. ასევე შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ფილტვის არტერიის სარქლის სტენოზი ან ეპშტეინის ანომალია, რომელიც სამკარე და აორტის სარქლის დაზიანებას გულისხმობს. მაგრამ ყველაზე ხშირი მაინც არის ორკარე და აორტის სარქველი. ბავშვობის ასაკში ამ ჩამოთვლილი მანკების გამოვლინება უხშირესად არ ხდება, რადგან კლინიკურად ეს მანკები წლების განმავლობაში და მოზრდილ ასაკში უფრო იჩენენ თავს. თუმცა შესაძლებელია დაზიანებული სარქველის სტენოზის ან ნაკლონების გამო ბავშვობის ასაკშიც იყოს სიმპტომები გამოვლენილი სხვადასხვა სახით. ახლა თქვენ ჩამოთვალეთ საკმაოდ მრავალფეროვანია როგორც ჩანს სპექტრი ამ დაავადებებისა და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, როდის შეიძლება ეჭვი იქნას მიტანი, რომ მას ან ვთქვათ მის ოჯახის წევრს ან მის შვილს აქვს სარქლოვანი აპარატის პრობლემა. ბავშვობის ასაკში გულის თანდაყოლილი მანკების დროს ყურადღება უნდა მიექცეს ადვილად დაღლას, სისუსტეს, კვების პრობლემებს, წონაში მატების პრობლემებს. ამ დროს მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოს პედიატრთან ან კარდიოლოგთან გულის მანკის გამოსარიცხად. რაც შეეხება მოზრდილ ასაკს, ძალიან ხშირად გულის
სარქლოვანი პათოლოგიები შორს წასული ფორმებიც კი შეიძლება იყოს ასიმპტომური. როდესაც პათოლოგია ხანგრძლივ მიმდინარეობს და სტენოზი ან ნაკლოვანება სარქლის არის მკაცრად გამოხატული, მაშინ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ისეთი ჩივილები, როგორიც ახასიათებს დაუშვათ გულის უკმარისობას, როგორიც არის ადვილად დაღლა, ქოშინი, შეიძლება ჰქონდეს ტკივილი გულმკერდის არეში, რაც გულის შემოჭრდავადებასაც ახასიათებს, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისცემის აჩქარება, არითმული გულისცემა, არარეგულარული გულისცემის რითმი, ასევე შორსწასულ შემთხვევაში გულის უკმარისობის ისეთი გამოვლენებები, როგორიც არის ქვედაკიდურების შეშუპება, წოლის გაძნელება და ასე შემდეგ. ანუ ფართო სპექტრია სიმპტომების და კავშირებული არის, რა თქმა უნდა, დაზიანების ხარისხთან და ხანგრძლივობასთან პათოლოგია. ქალბატონო, თქვენ რამოდენიმეჯერ ახსენეთ სტენოზი და უკმარისობა. იქნებ ჩვენს მსმენელებს აუხსნათ ხომ ნაკლოვანება, აი რა განსხვავებაა სტენოზსა და სტენოზი რაც წარმოადგენს საერთოდ და რა განსხვავებაა სტენოზს, უკმარისობას და მათ კლინიკურ გამოვლენებას შორის. გულის სარქველების მუშაობა სისტოლის და დიასტოლის დროს, ანუ გულის ციკლის დროს შემოიფარგლება მათ სრულყოფილ გახსნასა და დახურვაში. როდესაც სხვადასხვა პათოლოგიის და გამო ვერ ხდება სარქლის სრული გახსნა, ანუ სარქლის შევიწროებულია და მისი სრული გახსნა ვერ ხდება, ამას ჩვენ ვეძახით სარქლის სტენოზს, ანუ შევიწროებას. ხოლო როდესაც სარქველი არასრულად იხურება და არ ხდება სრული კოაპტაცია, ასე ვთქვათ, დახურვა კარედების, მაგ შემთხვევაში წარმოიქმნება ნაკადი, ნაკლოვანების და ამ შემთხვევაში გვაქვს სარქლის ნაკლოვანება. ამით განსხვავდება ეს ორი პათოლოგია ერთმანეთისაგან და ასევე განსხვავდება ამ ორი პათოლოგიის შედეგად გულის კამერებზე მიყენებული დაუშვათ ცვლილებები, რაც შეიძლება გამოიწვიოს სარქლის პათოლოგიამ. რადგან ხანგრძლივად მიმდინარე სარქლოვანი პათოლოგიების დროს არა მხოლოდ სარქველი, არამედ გულის კამერებიც ზიანდება, ცოტა ესეთ პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, გადაიღლება გული ზედმეტი მუშაობისგან, გულის კუნთი მოდუნდება და ხდება მოცულობითი, წნევითი გადატვირთვა და აი ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე შევეხებით ამას შემდეგ საუბრის დროს, რომ მხოლოდ სარქლის დაზიანების ხარისხს არ ექცევა ყურადღება, ექცევა ასევე გულის მთლიანად, გლობალურად კუმშვადობას და მის გლობალურ ფუნქციას, როდესაც საქმე უკვე ეხება მკურნალობის მეთოდებს და მკურნალობის დროულობას. ახლა თქვენ ახსენეთ, რომ დიაგნოსტიკა აი ამ დაავადებების რომელი მეთოდი არის ყველაზე უფრო მეტად ინფორმატიული იმისათვის, რომ დადგინდეს სტენოზია თუ უკმარისობა და როდესაც ეჭვი მიიტანება სარქლოვან პათოლოგიაზე, პირველი და ოქროს სტანდარტი, რა თქმა უნდა, არის ეს გულის ეხოკარდიოგრაფიული კვლევა. ტრანსთორაკალური ეხოკარდიოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ სარქველის დაზიანების მექანიზმი, დაზიანების ხარისხი, ასევე შევაფასოთ გულის კამერების მოცულობები, ფუნქცია და თუ დაუშვათ რაიმე მიზეზის გამო სრულყოფილად ვერ ხდება სარქლის შეფასება, შემდეგ უკვე უფრო ღრმა კვლევებზე მივდიოთ, როგორიც არის ტრანსეზოფაგალური, ანუ ზონდის გადაყლაპით გულის დათვალიერება, ტრანსეზოფაგალური ეხოკარდიოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო კარგად შევაფასოთ სარქლოვანი და პათოლოგიის მექანიზმი, ხარისხი, შესაძლებელია 3D გამოსახულებითაც მოხდეს სარქლის დათვალიერება და ასევე დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია სარქლოვანი პათოლოგიის შეფასების დროს ისეთი კვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რადგან კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია შეფასდეს გულის მაგისტრალური დიდი სისწარღვის აორტის ზომები, რომელიც ხშირად კავშირშია აორტის სარქლის სტენოზთან და ნაკლოვანებასთან, ასევე კალციფიცირების ხარისხი, თვითონ სარქლოვანი აორტის სარქლის კალციფიცირების ხარისხი, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით ჩვენ შეგვიძლია თუ პრობლემატურია ეხოკარდიოგრაფიულად შეფასება გულის ნაკლოვანების ხარისხის ან
გულის კუმშვადური ფუნქციის მაგნიტორეზონანსული კვლევა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ უფრო ზუსტად მოხდეს ამ ყველაფრის შეფასება, ასევე ფიბროზი ინახოს გულის კუნთის და ასე შემდეგ. ანუ ეს 4 კვლევა ძირითადად ტრანსთორაკალური, ტრანსეზოფაგალური ეხოკარდიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული კვლევა სრულყოფილ პასუხს გვაძლევს გულის სარქლოვანი პათოლოგიების და მთლიანად გულის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. საკმაოდ ხშირად მოგვისმენია ჩვენ, რომ აი ადამიანს აქვს ვთქვათ რევმატიზმი და ამ რევმატიზმის გამო დაუზიანდა გული და მერე ამასთან დაკავშირებული პრობლემები გავეცანი კიდევაც ამასთანავ მილიონობით ადამიანს აქვს რევმატიული წარმოშობის გულის პრობლემები. მაინტერესებს თქვენი პასუხი, რატომ აზიანებს ვთქვათ ეს რევმატიზმი და საერთოდ სხვა ინფექცია ამ გულის სარქლოვან აპარატს. განვითარებულ ქვეყნებში რევმატიზმის პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია, თუმცა განვითარებად ქვეყნებში ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ეტიოლოგიურ ფაქტორად ითვლება რევმატიული დაზიანება. რევმატიზმი, როგორც იცით, ეს არის ინფექციური დაავადება აუტოიმუნური ჩართულობით და ძირითადად აზიანებს მარცხენა მხრივ გულის სარქველებს, როგორც არის მიტრალური და აორტალური სარქველი. ამ დროს თვითონ სარქლის კარედების გასქელება, გახისტება ხდება და მოძრაობის შეზღუდვა. ყალიბდება როგორც სტენოზი სარქლის, ასევე ნაკლოვანება და ძირითადად მაინც ახალგაზრდა ასაკში იჩენს თავს, ახალგაზრდებში ვლინდება. რევმატიული დაავადებების პროფილაქტიკური ღონისძიებები არსებობს, ანუ დიაგნოსტირების შემთხვევაში აქვს თავისი სქემა, როგორ უნდა მოხდეს ამის პროფილაქტიკა, რაც შეეხება სხვა ინფექციურ დაავადებებს, როდესაც არის სარქველი დაზიანებული, ან თანდაყოლილი მანკი, ან სარქველი არის გამოცვლილი, ან თვითონ სარქლოვანი პათოლოგია, სტენოზი ან ნაკლოვანება, მაგ დროს თუ სისხლში მოხდა ბაქტერია, მიკრობი, სოკო, თავისუფლად შეიძლება მოხდეს დაზიანებულ სარქველზე აი ამ მიკრობის გამრავლება და ჩამოყალიბდება ვეგეტაცია, ასე ვთქვათ, ინფექციური ენდოკარდიტი, რომელიც თავის მხრივ შემდგომში ისევ იწვევს ამ სარქლის შემდგომ დაზიანებას, შეიძლება გამოიწვიოს ემბოლია და ძალიან ბევრი გართულებები. ამიტომ ინფექციური გართულებები დაზიანებული სარქველების შემთხვევაში ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, რომ არ მოხდეს დაზიანებული სარქველების ინფიცირება. ჩვენ საკმაოდ ხშირად გაგვიგია, რომ აი თქვათ ადამიანმა გაიკეთა ოპერაცია გულზე, გულის სარქველი გამოიცვალა და ასე შემდეგ. გვაინტერესებს ამ სარქლოვანი აპარატის დაზიანების შემთხვევაში მკურნალობა მარტო ოპერაციულია თუ მედიკამენტოზურადაც შეიძლება ან რა შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ აი აქ აღარ შეიძლება მედიკამენტური მკურნალობა და ოპერაცია არის საჭირო. საერთოდ ოპერაციული ჩარევა სარქველებზე ხდება მაშინ, როდესაც სარქლის დაზიანება არის ეგრეთ წოდებული მკაცრი, ანუ ყველაზე მაღალი ხარისხის დაზიანება, სტენოზი ან ნაკლოვანება. სხვა შემთხვევაში თუ ეს არის მსუბუქი ხარისხის ან ზომიერი ხარისხის, ხდება უბრალოდ მონიტორირება და დაკვირვება. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, მედიკამენტოზური მკურნალობა ჩვენ გვეხმარება, თუმცა მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ ჩაანაცვლებს ქირურგიულ მკურნალობას. ეს არის უბრალოდ სიმპტომური დახმარება პაციენტისთვის, რომ ვაკონტროლოთ მისი არტერიული წნევა, რომ ვაკონტროლოთ მისი გულისცემა, მაგრამ და სიმპტომები, რა თქმა უნდა, თუ გულის უკმარისობაც თან ახლავს ასევე, მაგრამ მედიკამენტოზური მკურნალობა სამწუხაროდ ვერ გადაწყვეტს სარქლოვან პათოლოგიას. ერთადერთი მკურნალობის მეთოდი არის აი სარქველების დაზიანებული სარქველების შეკეთება ან გამოცვლა, რაც შესაძლებელია ქირურგიული ან სხვა თანამედროვე მეთოდებით. და სწორედ ჩემი შემდეგი შეკითხვაც ამასთან არის დაკავშირებული. რა სახის ოპერაციები არის ახლა ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ქირურგიული სახის ოპერაციები სარქლოვანი აპარატის დაზიანებისას, მათ ასე ვთქვათ, შესაკეთებლად?
Ну, დღესდღეობით ოქროს სტანდარტი გამოსვლა სარქლის ხდება ისევ სტერნოტომიით და ისევ ქირურგიული ღია წესით, თუმცა არის მინი-ინვაზიური მიდგომებიც. მაგრამ 21-ე საუკუნე არის რევოლუციონალური, ასე ვთქვათ, სარქლოვანი პათოლოგიების არაქირურგიულ მკურნალობაში და ეს მოიაზრება პირველ რიგში ტრანსკათეტერული სარქველების გამოცვლით, როგორიც არის ტრანსკათეტერული აორტის სარქლის ჩანაცვლება, რომელიც 2002 წელს მოხდა მისი პირველად გამოყენება და სხვათა შორის იტალიაში ჩვენს კლინიკაში 2005-2006 წლებიდან ანუ თითქმის 20 წელია უკვე დაინერგა იტალიაში ჩვენს კლინიკაში კიდე უგაქვს უკაცრავად მე სადაც მუშაობდი იმ კლინიკაში ანუ 20 წლის წინ დაინერგა ეს მეთოდი და რა თქმა უნდა ეს იყო საწყისი სტადია და ამჟამად უკვე მილიონობით ადამიანი სარგებლობს ამ ეს ტრანსკათეტერული აორტის სარქლის გამოსვლა არის თავიდან შემუშავდა იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც ქირურგიული ჩარევა იყო უკუნაჩვენები, ანუ ძალიან მაღალი რისკი იყო ქირურგიული ჩარევის და ასაკიან პაციენტებში. თუმცა იყო ბევრი შეზღუდვა, ბევრი უკუჩვენება ამ პროცედურის. დღესდღეობით უკვე 20 წელი გავიდა და რა თქმა უნდა თვითონ სარქლის, თვითონ პროტეზის ფორმა, ზომები, მიდგომები ბევრად უფრო დაიხვეწა და დღესდღეობით უკვე ის უკუჩვენებები და ის წინააღმდეგ ჩვენებები, რაც თავიდან ამ საწყის ეტაპზე იყო, უკვე აღარ არის და ის ზუსტად 2025 წლით ახალი გაიდლაინის მიხედვით სარქლოვან პათოლოგიებზე გაიზარდა, ასე ვთქვათ, წრე იმ პაციენტებისა და ჩვენება აი ამ პროცედურის და ძალიან, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგები აქვს საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ტარდება უკვე წლებია რამოდენიმე კლინიკაში და გარდა აორტის სარქლის ტრანსკათეტერული გამოცვლისა ტარდება ასევე მიტრალურ სარქველზე ტრანსკათეტერული პლასტიკა, ანუ შეკეთება მიტრალური სარქლის და ასევე წამოიწია წინა საუკუნეში გამოგონილმა მეთოდმა როსის პროცედურა ქვია ამას, როსის ქირურგიული პროცედურა, როდესაც გრაფტი, ანუ ფილტვის არტერიის სარქველი დგება აორტის პოზიციაში, ანუ ადამიანის ფილტვის არტერიის სარქველს იღებენ და ანაცვლებენ იმპლანტაციას, აკეთებენ აორტის სარქლის მაგივრად. ეს როსის პროცედურაც ერთ-ერთი ალტერნატივია ახალგაზრდა პაციენტებში, რომ არ მოხდეს მათი მექანიკური სარქლის ჩანერგვა. შორის აუცილებლად უნდა დავამატო ის, რომ ამასინათ იყო ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში ქართველმა ქირურგმა გააკეთა ძალიან საინტერესო ოპერაცია, გულის ნაწილი გადაუნერგა ბავშვს. და ეს არის თორნიკე სოლოღაშვილი, ჩვენი ქართველი ექიმი, რომელიც უკვე იქ არის, იქ მუშაობს, იქაურია. თუმცა წლებია ჩამოდის და ჩამოდის ხოლმე დიახ და ახაც ჰუმანიტარულად ოპერაციებს ჩვენთან აკეთებს. მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო თვითონ შვეიცარიაშიც, რომ წარმატებით შესრულდა ბავშვზე, იმიტომ რომ ეს უპირატესობა იმ ხელოვნურ სარქლებთან შედარებით არის ის, რომ აქ ეს სარქველი ბავშვთან ერთად იზრდება. რომ მათ არ ჭირდება ამ სარქლის გამოცვლა და ეს ძალიან მისასალმებელი და საამაყოა, რომ ქართველმა გააკეთა ეს ოპერაცია. და ახლა როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, საკმაოდ ბევრ სირთულესთანაა ეს დაკავშირებული, თვითონ მკურნალობაც, მედიკამენტებით, სხვადასხვანაირი ოპერაციები. თუ არის შესაძლებელი გარკვეული პრევენცია, ვთქვათ, იმისა, რომ ადამიანს არ განუვითარდეს. თუმცა თანდაყოლილია გასაგებია, რომ ვერაფერს და უნდა მკურნალო, მაგრამ თუ არსებობს რაიმე პრევენცია, რომ ადამიანმა თქვა მოიქცეს ისე რომ ნაკლები კონდეს შანსი ამ დაავადების განვითარების. Ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმ რისკ ფაქტორების კონტროლი, რაც საერთოდ იწვევს გულსიზავსა დაავადებების და ძირითადად გულის ისჩემიური დაავადების განვითარებას, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტეროლემია, დიაბეტი და ასე შემდეგ. თუმცა სარქველების შემთხვევაში აქ არის უფრო
კონტროლი. თუ ვიცით, რომ არის სარქლის დაზიანება, თუნდაც მსუბუქი, პაციენტმა რეგულარულად უნდა ჩაიტაროს კონტროლი, ეკოკარდიოგრაფიული კვლევა, იმის მიხედვით თუ როგორ გაუწევს მას თავისი მკურნალი ექიმი და ყოველთვის იყოს მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დაზიანებული სარქველების ან გამოცვლილი სარქველების შემთხვევაში პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციური გართულებები, ინფექციური ენდოკარდიტი. აი ეს არის ძირითადად პრევენციული, ანუ პირის ღრუს ჰიგიენის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჯანსაღი ცხოვრების წესს, ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღად კვებას და პერიოდულად, რა თქმა უნდა, კონტროლს ექიმთან. ნუ თქვენ იტალიასთან ახლოს ახართ ბუნებისაც და თქვენსაც ცნობილია ის ნათქვამი, რომ ყველა გზა რომში მიდის, ხო? როგორც ვაკვირდებით ყველას, ვისაც ვეკითხებით, ყველგან ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთადერთი და პირველი საპროფილაქტიკო საშუალება. ასე რომ ყველას გასაგებად, ჩვენი მსმენელების გასაგებად, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. და ხომ არ გამომიშა რაიმე შეკითხვა ისეთი, რომელიც გინდოდათ რომ მე დამესვა თქვენთვის, ან რაიმე განსაკუთრებულ მესიც ინფორმაციას ხომ არ გადასცემთ ჩვენს მსმენელებს, ეს იქნება ჩვენი ბოლო შეკითხვა. ვიტყოდი რომ დღესდღეობით მედიცინის განვითარებამ და განსაკუთრებით ამ დიდმა ნახტომმა რაც უკავშირდება არაქირურგიულ მკურნალობას სარქველების ძალიან გაადვილა, ასე ვთქვათ, სარქოლოვანი პათოლოგიების მკურნალობა და გაზარდა შანსი იმის, რომ ასაკიან ადამიანებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაიტარონ ეს პროცედურა და გაიხანგრძლონ ცხოვრება. ამიტომ არასოდეს არ ჩაიქნიოთ ხელი ასაკთან მიმართებაში, ეს არ არის განაჩენი, ასე ვთქვათ, ხანდაზმულ ადამიანებსაც აქვთ შანსი სარქლოვანი პათოლოგიის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი მკურნალობა და გაიხანგრძლონ სრულფასოვანი სიცოცხლის წლები. და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სარქლოვანი პათოლოგიის რაოდენობა მატულობს ასაკთან ერთად, სრულიად მისაღები და დასამახსოვრებელია ეს ინფორმაცია, რაც ჩვენ ქალბატონმა ნინო მოგვაწოდა. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, თქვენი დროისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. მადლობა თქვენ.